ჩვენთან არის პროფესორი, ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე. მოგესალმებით ოდენ გუგა. რაშია საქმე რომ გითხრათ? ხო, ეს ცოტა არაორდინალური თემაა, ასე ვთქვათ და უფრო მოდი ჩვენ ტელემაყურებლებიდან დაკვეთით, რომ გვესაუბრა ამ თემაზე, იმიტომ რომ ცალკე გამოყოფილი სიმპტომი ან სინდრომი ან ნოზოლოგია გაურებასთან დაკავშირებით, ანუ სიკურ დაავადებათა მიმართებაში არ არსებობს, უბრალოდ ეს არის რაღაცა ეს ფენომენი, რომელიც შეიძლება ძალიან ბევრი სხვადასხვა დარღვევის ან პრობლემების დროს შევხვდეს, თუმცა როგორც ჩანს და როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ აქტუალურია და ადამიანებში ხშირად ეს გაურების შეგრძნება გარკვეულ შიშს იწვევს და დისკომფორტს იწვევს, თუ რა თქმა უნდა ეს განსაკუთრებით როცა ჭარბად არის წარმოდგენილი. ანუ გაურება არის, ანუ ძალიან ბევრი სახე შეიძლება არსებობდეს და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლენა, რომელიც გაურების აქ შეიძლება გამოვლინდეს, ეს არის დეპერსონალიზაცია, დერეალიზაციის დროს, როდესაც საკუთარი სხეულის ან საკუთარი ფსიქიკის ან საკუთარი მეს აღქმა ხდება გარკვეულად დამახინჯებულად და სხვანაირად და ამ საკითხზე ჩვენ წინა რუბრიკებში დეპერსონალიზაციაზე ნასაუბრები გვხდია. და ეს გაურების შეგრძნება არ შეიძლება ეხებოდეს ხოლმე და ხოლმე, ანუ ფიზიკურ გაურებას ძირითადად ეხება ხოლმე უფრო რაღაცა სულიერ და ცნობიერში რაღაცას. ანუ სულიერს, აი რაღაცა თითქოს ემოციურად გაურებული ვარ, რაღაცა თითქოს აზრობრივად გაურებული ვარ, რაღაცა ან რაღაცა ჩემი სხეული თითქოს რაღაცა ორ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში განზომილებაშია. და ეს დეპერსონალიზაციის ფენომენის შემადგენლობაში შეიძლება არსებობდეს როგორც ცალკე აღებული ანუ მონოსიმპტომი, ანუ ფენომენი და სხვა რაღაც ფენომენები არ ახლდეს თავს, მაგრამ ამავე დროს ის ხშირია შფოთვასთან ერთად. და შფოთვის გავლენით შესაძლებელია, რომ ეს გამოხატულება კიდევ უფრო შემაწუხებელი და ესე დისკომფორტის გამოწვევი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. რაც შეეხება სხვა გამოვლინებებს, ეს არის სხვა დროს, როდესაც შეიძლება გამოვლინდეს გაურება, ეგრეთ წოდებული, ეს არის ანუ ხასიათის პათოლოგიები, ანუ მოსაზღვრე პერსონალოგიური აშლილობა, PPD, ეს ინგლისური აბრევიატურაა და ბევრი ჩვენი ტელემაყურებელი შეიძლება ასე იცნობდეს ამ პრობლემას, ამიტომაც ვიხმარეთ ეს ინგლისური აკრონიმი, რომელსაც თვითონ აი ამ პერსონალოგიურ, ანუ ხასიათის პათოლოგია უფრო კარგად რო განმარტოთ ჩვენი ტელემაყურებლებისთვის, ხშირად ახასიათებს ემოციების სწრაფი ცვალებადობა, წოდებული მუცვინგები, ხო, როდესაც ხო, მუცვინგები, დიახ. არ ხასიათზე ხარ მე? კი. მგონი ყველაზე გონი. მცირე მიზეზით, ანუ მიზეზად. ანუ ჩვენ საუბრობთ უფრო მკვეთრ ცვლილებაზე, გამოხატულ ცვლილებაზე და არა თქვათ სიტუაციურ მცირე ცვლილებაზე, რომელიც ბუნებრივია და სიტუაციის ადეკვატურია. ნუ აქ არის მაგალითად მცირე მიზეზზე, რომ მკვეთრად მოიწყენ და რაღაცა ისეთი გამოხატული დეპრესია. წინაპირობის გარეშე შეიძლება უბრალოდ ხასიათი კარდინალურად შეგეცვალოს. ან წინააღმდეგობისას თქვათ გაბრაზდე და რეაგირების, ანუ ბრაზის კონტროლი იყოს გარკვეულწილად დარღვეული. ასეთ შემთხვევაში, ანუ მოსაზღვრე პერსონალოგიური აშლილობის დროსაც ეს გაურების შეგრძნება ასევე საკმაოდ ხშირია. ასევე ხშირია გაურების შეგრძნება და ესეც საკმაოდ ტრენდული და აქტუალური გახდა ჩვენს ქვეყანაში, ანუ ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის ADHD. ვიცით ყველამ უკვე ისეთი აქტუალურია უკვე ეს ამბავი, მოკლედ რომ ყველა ვიცით. იმიტომ რომ თავისი შემადგენელით ანუ ADHD და მოსაზღვრე პერსონალოგიური აშლილობა ძალიან ხშირად სიმპტომები ძალიან გავს ერთმანეთს და დაახლოებით 30-50% სიმპტომების აზიარო აქ. ეს გაურების შეგრძნება ამ დროსაც შეიძლება შეხვდეს და რას იწვევს ეს გაურება ამ შემთხვევაში? დაბნეულობას იწვევს. ხო, დაბნეულობას, გაურკვევლობას, ანუ ადამიანი
ვერ იდენტიფიცირებას ვერ უკეთებს, რატო შეიძლება რაღაცნაირად ერთდროულად გრძნობდეს ორ სხვადასხვა ემოციას, ორი სხვადასხვანაირი სრულიად ერთმანეთთან ანტაგონისტური განცდა ქონდეს, ხო? და გადაწყვეტილების მიღებაში დიდი ალბათობით ხელს უშლის ხო ადამიანს რაღაცა. კი, გადაწყვეტილების მიღებაში უშლის ხელს. მარტივი რაღაც შეიძლება დილემად იქცეს. მეორედაც შეიძლება შფოთვა გამოიწვიოს და დისკომფორტი შეიძლება გამოიწვიოს აი ამ რაღაცა ფსიქოლოგიურმა, სულიერმა, ასე ვთქვათ, გაორებამ. და ესეთი გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს მაშინ, როდესაც ისედაც აი რაღაც პრობლემა ადამიანს დაეწყო, შემოდის გაორების სიმპტომი და ამა კიდევ უფრო მეტად შეიძლება დააბნიოს და შეაშინოს ადამიანი. აი ამ შემთხვევაში ბატონ გუგა, თქვენ თქვით, რომ ესე ცალკე დაავადებათ რაღაც ესე არ არსებობს, ხო? აი როცა უკვე ესეთი პრობლემური ხდება კონკრეტული ადამიანისთვის, აი რა გზებს უნდა მიმართოს, თქვათ, რომ აი ამ ყველაფრისგან გათავისუფლდეს როდის შეიძლება და როგორ ხდება თქვათ ამაზე მუშაობა? ჯერ მოდი მივყვეთ კიდე რა პრობლემების დროს შეიძლება აღმოცენდეს ეს გაორების შეგრძნება, ანუ ადამიანმა რო უწოდეს ამას გაორება და ეწეღან ბექა მახსენა ეგრეთ წოდებული მუცვინგები, ანუ ინგლისურმა, ანუ გუნებგანწყობის ცვალება, ხასიათის ცვალება, დიახ. ხასიათის ცვალებადობის ის, რომელიც უკვე გუნებგანწყობის აშლილობებს ახასიათებს, როგორც არის მაგალითად ბიპოლარული აშლილობა, ან მის შედარებით ნაკლებად მძიმე გამოხატულება, ციკლოთიმია და ასე შემდეგ სეზონური გუნებგანწყობის ცვალებადობა და რადგანაც იქ აი ამ მდგომარეობებში ემოციები უკიდურესად ანტაგონისტურ მწვერვალებზე მიდის დროის სხვადასხვა მონაკვეთში არ არის გამორიცხული, რომ როგორ არის იცით, ან თქვათ მანია, პირდაპირ დეპრესია შეიძლება არ გადავიდეს და გარდამავალ ეტაპზე შესაძლებელია იყოს რაღაცა შერეული მდგომარეობა, როდესაც ნაწილი სიმპტომები შეიძლება იყოს დეპრესიული და ნაწილი მანიის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მდგომარეობა სრულიად ანტაგონისტურია და აბსოლუტურად განსხვავებულია, ხო, სხვადასხვა პოლისებია. აი გარდამავალ ეტაპზე ზოგჯერ შესაძლებელი იყოს რაღაცა შერეული ემოციები და ამ დროსაც გაჩნდეს, ასე ვთქვათ, ეს გაორების შეგრძნება, იმიტომ რომ ერთის მხრივ მაგალითად შეიძლება ადამიანს შეიშალოს ამ რაღაცა მსგავსი სიმპტომები ბიპოლარულ მარტივად რო ვთქვათ, ანუ ხო დეპრესიას ახასიათებს, ვთქვათ, დაქვეითებული გულებგანწყობა, უიმედობა, შესაძლებლობებს, საკუთარ შესაძლებლობებზე დაქვეითებული შეფასება და შედგმანიას ეს ყველაფერი პირიქით აქვს. ანუ ჭარბი ენერგია, გადაჭარბებული ოპტიმიზმი, გადაჭარბებულად საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება, მაგრამ გარდამავალ ეტაპზე შეიძლება პირობითად მაგალითად ადამიანი მანიდა გადავიდეს გადადიოდეს დეპრესიაში, გუნებგანწყობა დაქვეითდეს, მაგრამ დარჩეს მაგალითად ჰიპერაქტიობა ან რაღაცა პერიოდი შეიძლება რამოდენიმე საათი ან ერთი დღე ან ორი დღე მაინც მანიის სიმპტომი მაგალითად ეს გადაჭარბებული ოპტიმიზმი იყოს, ამიტომ აი ამ გარდამავალ ეტაპზე შესაძლებელია ასევე იყოს ეს ემოციური და ანუ კოგნიტიური ანუ რაღაცა დისონანსი, ამბივალენტობა, რომელიც შესაძლებელია ჩვენ აღვიქვათ როგორც ასე ვთქვათ გაორება. Ну, გაორება კიდე აუცილებლად ჩვენ უნდა ვახსენოთ და ალბათ ეს მომავლის თემაა და არ გვისაუბრია ძალიან მნიშვნელოვან დიაგნოზზე და დაავადებაზე, ეს არის ანუ შიზოფრენია და ეს თუ როდესაც რაღაცა მძიმე ფსიქიკური პრობლემაზე გვახსენდება პირველ რიგში ამ დაავადებას ხანდები არის ეს გაორების გაორება, იმიტომ რომ თვითონ დაავადების ანუ სახელიც აქედა მომდინარეობს, ანუ ეს არის ანუ სქიზო, ანუ გახლეჩვა გაორება, როდესაც სახელიც ამას მოიცავს, როდესაც ემოციური სფერო და რაციონალური სფერო რაღაცა თითქოს ერთმანეთისგან გახლეჩილია და ანტაგონისტურია. და ბოლოს უნდა ვთქვათ, აი ჩვენ ვთქვათ რუბრიკის აი თემის ასე ვთქვათ სახელწოდება ესე ქონა შერჩეული ანუ რეალობა და მითი, ანუ მითი ეს არის ჩვენ ფილმებში ხშირად გვინახია, რომ აი რაღაცა თითქოს ერთ ადამიანში ორი პიროვნება, ძალიან ცნობილი ვთქვათ მსახიობის მონაწილეობით ძალიან ეს პოპულარული და ესეთი საინტერესო და კარგი კინოფილმები ამას გადაღებული. Ну, საბოლოოდ ეს თეორია,
რომ ადამიანს შეიძლება ორი პიროვნება არსებობდეს, ანუ ეს ასე არ არის, ეს უფრო რაღაცა ესე ხატრული ღირებულება გააჩნია და ეს ორი პიროვნება. ეს რეალური ფაქტები ხო ყოფილა. იყო რაღაცა. რამდენიმე არ მახსოვს წიგნის მეცნიერება მეძღვრთა განმავლობაში არ დამტკიცა რომ აი თითქოს ორი პიროვნება, როცა ერთმა პიროვნებამ არ იცის მეორე პიროვნების შესახებ. ხო, კი, ამადა ფილმი წიგნიც არის, არ მახსოვს უბრალოდ სახელი ერთი ძალიან გახმაურებულია და ამბავი და მაგრამ თავარი ის არის რომ ხო ამ ლიტერატურას და კინოს ხადია ბუნებრივია ჩვევია ჰიპერბოლიზება ხო რაღაც არსებული რეალობის ხო და მათ შორის ანუ რაღაცა ელემენტები ამ ფილმებში ცოტა სხვანაირად არის გამოსული. კი, რა თქმა უნდა. პირველი მე რასაც მივხვდი და რაც დავასკვენი ეს არის რაღაცა ემოციური ამ ამბავს რაც ახასიათებს ხო თქვენ როგორც ახსენეთ ხასიათის პათოლოგიაა ხო ეს ერთგვარად ეს გაორება ხო ხასიათა შეგრძნების სახეობაა ასე ვთქვათ რომელიც შესაძლებელია იყოს ემოციურ ნაწილში აღქმის ნაწილში იყოს წარმოსახვითია ეს ხო და პირველი რაც არის ეს არის რაღაცა ემოციური მოწყვლადობა ლაბილობა ხო რომელიც ახასიათებს ამ ამბავს და აი რაში შეიძლება ადამიანს ვთქვათ ყველაზე მეტად რა შეიძლება ხელი შეეშალოს ამის გამო მაგრამ მე თან ფიქრობ რომ ძალიან რთულია დაასკვნას ადამიანმა რომ ამ პრობლემის წინაშე დგას იმიტომ რომ მე მგონი ყველას ყოველდღიურად მე მაგალითად ყოველდღიურად ელემენტარულ დონეზე ალბათ რაღაცა დილემა ეს გაურებული რო ხარ რა მართლა რომ საკუთარ თავს რო ეწინააღმდეგები რაღაცა ხო ეს პოზიცია მართებული თუ ეს პოზიცია მართებული რომელია მართებული ეს გადაწყვეტილება მივიღოთ ეს გადაწყვეტილება ანუ სულ გვაქვს აი ამ დილემის წინაშე ვდგავარ და გვაქვს ეს ემოციური რაღაცა მოზღვა ემოციების ჭარბი მათ შორის და ხასიათის სწრაფი ცვლილებებიც ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ მე მგონი ეს გაურება არის უკვე ბუნებრივი ჩვენ. ხო, ანუ როდის უნდა მივხვდეთ, რომ შეიძლება ეს არის არა ყოველდღიურობა, არამედ რეალური პრობლემა. ხარ ეს ბექა საუბრობდეს, ეს კიდე სხვანაირად დაყენება ამ საკითხის, წეგან ჩვენ უფრო შეგრძნებების და ახმის დონეზე საუბრობდით, ბექა რა მაგალითით მოიყვანა ეს სხვა რაღაცა, ეს არის ფიქრის დროს გადაწყვეტილების მიღების გართულება, როდესაც არჩევას ვერ აკეთებ, ან გადაწყვეტილებას ვერ იღებ, იმიტომ რომ ორი სრულიად განსხვავებული ანუ რაღაცა ინტელექტუის ლოგიკური ჯაჭვი რაღაცა ერთმანეთთან. ანუ აქ მნიშვნელოვანი არის, რომ შეგრძნებების ამბავია, შეგრძნებების და ეს არის გასათვალისწინებელი ზუსტად. ჩვენ იმიტომ არის ეს უფრო დეპერსონალიზაციური აღქმა, ანუ საკუთარ მესთან ასოცირებული შეგრძნებების ანუ გაორება. ხო. და აი როგორ უნდა ვებრძოლოთ ბატონ გუგავი? არა, თუ ეს არ არის ჭარბი ფორმით, ამასთან ბრძოლა არ არის საჭირო. ჩვენ ახლა უფრო საუბრობდით სამედიცინო ასპექტში, როდესაც რა პრობლემის დროს და რა მენტალური პრობლემის დროს შეიძლება ეს იყოს ჭარბად და შემაწუხებლად გამომნელი, თორე შესაძლებელია ელემენტარულად უბრალო გადაღილობის აგამოუძნებლობის დროს კონდეს, შემდეგ კონდეს ეს გამოხატული რამოდენიმე წუთიდან წამით და ამას არანაირ ჩარევა და რეაგირება არ ჭირდება. და რაღაც დოზით ჩემი აზრით საერთოდ არ არის საჭირო ყველა სიმპტომის გამო თუ შემაწუხებელია ანუ ეს არის ზოგადად ესე კონცეპტუალურად მედიცინას ეხება და განსაკუთრებით ანუ ფსიქიატრიას რაღაცა სიმპტომის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ის ჩარევას საჭიროებს და სპეციალისტს უნდა მიმართოთ, მაგრამ თუ რაღაცა გამოვლინება, რაღაცა დისკომფორტი, სიმპტომი ან სინდრომი, ანუ გამოვლინება ხშირად, ჭარბად, შემაწუხებელია, ჩვენს ფსიქოლოგიურ სტაბილურობას და კეთილდღეობას არღვევს, ხელსგუშლის კონცენტრაციაში, ხელსგუშლის შრომის უნარიანობაში აქვეითებს ჩვენ გუნებგანწყობას და ახდენს გავლენას, აი ასეთ შემთხვევაში რა ხოლმე ასეთ შემთხვევაში უნდა მე შეიძლება სხვა რაღაცებიც გამოვლინდეს და ეს იყოს რაღაცის თანმდევი ამბავი. გარდამავალი ფენომენი ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება ქონდეს, თუნდაც გუნებგანწყობის დაქვეითება სიტუაციური სხვა არის და ანუ როცა დეპრესიაზე საუბრო, დეპრესიის შემთხვევაში ეს სხვა რაღაცაა. ძალიან კარგი განმარტება იყო მოკლედ ეს იმიტომ რომ გაურებაზე, როდესაც მე ხა გაურებაზე სხვა ჭრილში წავედი, ხო? ჭრილში წავედი, მე უფრო წავედი და ისიც კი დაუშვი რომ
ხანდახან ცუდი სულაც არ არის. როდესაც გაურებული ხარ რაღაც თვალსაზრისით და პირველ რიგში მგულისხმობ, აი მეორე მე ხო გვაქვს ესეთ ტერმინი იგივე ალტერ ეგო, ჩვენი სინდისის ხმა, რაღაცას ეგ კი ცალკე ამბავია. გეუბნება ხმა, რომ ეს არ შეიძლება. ესეც რაღაცა, ეს არის მე მგონი პოზიტიური გაურება ამ შემთხვევაში, ხო? რაღაცა შინაგანი მორალური სანქცია, რომელიც გზღუდავს, რომ რაღაცა არ გააკეთო, ხო? რაღაც ისეთი რაც პიროვნების ფსიქოლოგიის საკითხში ხო საკითხი აქ ძალიან კარგი იყო ხა ბევრ იმაზე ისაუბრა ბატონო გამთავიდან მაგრამ აი შეჯამება რაც იყო რომ ეს არის შეგრძნებების დონეზე და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და არა ის რომ შეიძლება უცებ ამას ვფიქრობდიან ამას ეს კიდე სხვა რაღაცაა და ეს არის რაღაცა ადამიანის კოგნიტური არსება ადამიანი და მისი ფუნქციაა ხო აზროვნება იჯობია თუ იჯობია და რაღაცა მაგრამ როდესაც ეს ხდება ვთქვათ ემოციურ დონეზე შემაწუხებელი და მას ხშირად შეიძლება საერთოდ არ კონდეს არანაირი არ უძღოდეს არანაირი წინაპირობა და უბრალოდ გაწუხებდეთ ეს რაღაცა ემოციური ცვლილებები რაღაცა ეს ტალღები ხშირად ხო ეს მუცვინგები რასაც ქვია ამ შემთხვევაში თვითდაკვირვება არის პირველ რიგში მთავარი და თუ ძალიან შეწუხდებით ამ შემთხვევაში პროფესიონალის ჩარევაც არ იქნებოდა ური რა თქმა უნდა და პრინციპში ხა ჩვენი საუბრის წიაღში ბეკას მაგალითმა რაღაც ახალი იდეა წარმოსვა შემდგომი რუბრიკების თემაში, ანუ ეს არის გადაწყვეტილების მიღება. აი ზუსტად მოვინიშნეთ, ჩვენ როგორც ვინიშნოთ ხოლმე თემებს, ამ ეს თემაც მიღების სირთულე, ეს ასევე ძალიან ხშირი ფენომენია, ძალიან აქტუალურია, როდესაც ადამიანს უწევს რაღაცა მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს ჭარბი ფიქრი, რაღაცა ამბივალენტობა, გახლეჩილობა. მე მგონი ეს უნდა მოვინიშნოთ, იმიტომ რომ დღევანდელ რეალობაში მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ ადამიანს დაინტერესებს. ეს არის გარკვეულწილად ესეთი ხასიათის თავისებურება, შეიძლება ვთქვას ხასიათის პათოლოგია, ეს არის ობსესიური პიროვნული აშლილობისთვის დამახასიათებელი ნიშნები და იქ კიდე დიფერენცირება ობსესიურ აშლილობასთან ობსესიური პიროვნება ალბათ ერთ-ერთ რუბრიკაში კი ეს საოცრად მოსანიშნე თემა მაყურებელთა ერთად მოვინიშნოთ ამ თემას როგორც ყოველთვის და შესაბამისად იქნება ეს ერთ-ერთი განსახილველი თუ სასაუბრო თემა